ბათუმის რეფერალურმა საავადმყოფომ სამთვიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა ამ ხრის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებამ 1700 პაციენტს სტაციონალური 16,000 კი ამბულატორიული მომსახურება გაუწია. საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით ამ ეტაპზე რამდენიმე პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. სამ თვეში რეფერალურ საავადმყოფოში კარდიოქირურგიული ოპერაციების გაკეთება დაიწყება. საავადმყოფოში უკვე ჩატარდა სისძარღვების სტენტირება, ერთ წელიწადში კი სამედიცინო დაწესებულება ღვიძლის გადანერგვის ოპერაციებსაც ჩაატარებს. ამ მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში კვალიფიკაციის სასამაღლებლად ერთი სპეციალისტი გაემგზავრება. შეხვედრაზე საუბარი იყო 0-დან 6 წლამდე პაციენტთა მომსახურების პაკეტის პოლიკლინიკაში დაბრუნებაზე. საავადმყოფოში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მიიღეს. კლინიკა 13 თვის განმავლობაში თითქმის დატვირთული იყო 100%-ით, გადარდა დაახლოებით 18000 პაციენტი. კლინიკას აქვს იმის რესურსი, რომ დღეში მინიმუმ 200-250 პაციენტს მოემსახუროს, როგორც სტაციონარს, ისე ამბულატორიულს. კლინიკაში არის ყველა საშუალება, რომ ნებისმიერმა პაციენტმა მიიღოს ყველანაირი სამედიცინო მომსახურება. ეს წარმატებები, რომელიც ჩვენ რეალურად გვაქვს დღეს და რასაც დღეს ვისაუბრეთ, პირველ რიგში არის ორიენტირებული მოსახლეობაზე, რომელსაც სჭირდება ხარისხიანი, დროული, მაღალკვალიფიციური დახმარება სამედიცინო, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ.